მეორე მე არ შეიძლება ვიყო, სავარაუდოდ არა. მით უმეტეს რომ ახალგაზრდა ხარ. ამასთან გაუთხოვარი. ნორმალური სამუშაო და შემოსავალი არ გაქვს. თუ გავთხოვდები, უფრო მეტი შანსია. რა თქმა უნდა. თუ ქმარს კარგი დაზღვევა და მით უმეტეს შემოსავალი ექნება, ბევრად გაადვილდება. გამარჯობა დეიდა ფატმა. ჯემილი სახლშია? ო, სახლშია. ფილის? სალამი ჯემილ, შეიძლება ვილაპარაკოთ? რა თქმა უნდა. კურთუ გშევესომ. მოხდა რამე? მინდა რაღაც გთხოვო. რა თქმა უნდა, მთხოვე. ცოლად მომიყვან. ჩემს გამო არა, შენს გამო ჩაჯდებიან ბატონო სალაშ. გონს მოდი. კარგი გაიმარჯვე. ყველაფერს გავაკეთებ რაც გინდა, კარგი? ოღონდ ბავშვები გავუშვი. შენ იცი რაც მინდა. რა? რომ წაეთრიო. ამჯერად ნამდვილად წახვალ. ბავშვებს რაც შეეხება? თუ წახვალ ამას მოვაგვარებ. ეს ჩემზეა. კარგი, წავალ. უკაცრავად. ბარიშ. ფილის. როგორ ხარ? სად ხარ? რამდენიმე დღით საზღვარგარეთ წავედი, ამიტომ და არ შემატყობინე? ეთყობა რაღაც მნიშვნელოვანი იყო, ასეა? არა, ანუ ტელეფონი გამორთე. შენი შეტყობინებები კი მხოლოდ ახლა ვნახე. ბავშვებს რამე შეემთხვათ? კარგად არიან? შეგიძლია კითხვაზე მიპასუხო. სად იყავი? რატომ გაემგზავრე? რატომ არ მითხარი? რატომ არ შემატყობინე? კარგად ვარ, ნამდვილად. არაფერი არ არის. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, ფილის. მაშინ ბავშვებზე მეც არაფერს გეტყვი. ჩვენს ცხოვრებაში აღარ არსებობ.
შეგიძლია უფრო სწრაფად იაროთ, გზაც არიელია. მოხდა რამე, რა ხდება? არაფერი. ბავშვებთან დაკავშირებით? არა. ჯემილ, დაქორწინება გთხოვე. დაიბენი. ცოლობა შემომთავაზე, გამიკვირდა. რა თქმა უნდა, მართალი ხარ. აი რა ხდება. ბავშვების წამოყვანა გადავწყვიტე. მეურვეობას ჩემს თავზე ავიღებ. მათი მეურვე გავხდები. ეს როგორ? ანუ ბავშვების იქიდან გამოსახსნელად სხვა გამოსავალი არ არის. ჰიკმეტი იქედან 2 წელიწადში დაბრუნდება. დანარჩენები კი ძალიან პატარები არიან. ერთი წუთი ვერ გავიგე. ანუ ადვოკატს შევხვდი. შემიძლია რომ მათი მეურვე მე გავხდე. საქმეს გავხსნი. ჩემ მშობლებს იცნობ. ბავშვებს მე ვჭირდები. ფილის ერთი წუთი. იცი ეს როგორი საპასუხისმგებლოა? დაატყობნა ერთია, ეს კი საერთოდ სხვა არის. ჩვენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება. ძველებურად ვიცხოვრებთ. უბრალოდ ვერასოდეს წამართმევენ. კარგი, მაგრამ მე დახმარება როგორ შემიძლია? ჩემი მდგომარეობა იცი, მარტო ვარ. ასაკით კი პატარა. შემოსავალი მცირე. მაგრამ თუ ისე გავაკეთებთ თითქოს ცოლ-ქმარი ვართ, ანუ თითქოს დანიშნულები, მაშინ სასამართლოში დამეჯერებენ. ასე ადვოკატი ამბობს. Elim kuvvetli yok gibi yani avukat öyle dedi. ანუ ფიქტიური ქორწინება. Yani სასამართლოზე რაღაც ის იმედი მაინც რომ იყოს, kuvvetlensin რათა ნდობა გაუჩნდეთ. diye yani güvenmek Gesmis? ne bileyim. არ ვიცი. Ben saçma რაღაცებს ბოდა, მაპატიე. Ya kusura ჩემი bakma, ნათქვამი bir şey დაივიწყე, dedim. კარგი? Kalkam. მოდი წავიდეთ. ფილის, შენს გამო ამას გავაკეთებ. შენთვის, შენი და-ძმებისთვის, რაც აუცილებელია ყველაფერს ვიზამ. მარტოებს ხომ არ დაგტოვებთ? თანახმავარ. Sağ ol. დიდი მადლობა. Mahkeme სასამართლომდე ჩვენ შორის დარჩეს, კარგი? კარგი. Efendim გისმენ ძმაო ტუფან. გამიშვი მეთქი, გამიშვი. მისმინე ფილის, ძმა ფიქრი ვიპოვე, თქვენთან მომყავს, კარგი? გამიშვი მეთქი ღმერთო ჩემო, გამიშვი. tamam. კარგი. Siz gidin. თქვენ მიდით, მალე მოვალ. Çok sağ ol. დიდი მადლობა. კარგი, დროებით. გაჩვენდი რა უკვე, რას ხმაურობ. სად მივდივართ? სახლში მივდივართ. სახლში, ღმერთო ჩემო. Şey, ძმა ტუფანმა დარეკა. babamla da მამას უნდა დაველაპარაკო, სახლში მოყავს. წავიდეთ. olur. კარგი. Çok teşekkür დიდი მადლობა. გადავიხდი. დაო. ძმა ტოფონს კითხე. არც იმან იცის, რისთვის მოიყვანე. ბავშვებს რამე ხომ არ მოუვიდათ. დაჯექი მოგიყვებით. რა იყო? ასე რატომ მიყურავთ? ნუ მიყურავთ, ნაწყენი ვარ. ორივეზე, შენზეც და შენზეც. ნუ თუ მამა სახლიდან აგდებენ. ეს ჩემი სახლია. თქვენ ვისაგდებთ? Bana bak. მისმინი ამაზე საერთოდ არ დაილაპარაკო. Küslük. შენზე ჩვენც ნაწყენები ვართ. Ama konu მაგრამ საქმე ამაში არ არის. აბარაშია.
იმისთვის რომ ბავშვები წამოუყანოს საშუალება მოძებნე. ადვოკატს ველაპარაკე. მეურვეობაზე დოკუმენტად ჩემზე გააფორმებ და შენს წინააღმდეგი არ იქნები. მართლა, ნახე დოფან ჩემი ქალიშვილი რას ფიქრობს? არ გესმის? სხვა საშუალება არ არის. მეურვეობა უნდა გაფორმდეს. მერე რა, დებილი ხარ? იქ დარჩნენ. ეს ხომ კარგია. საჭმელიც არის და სასმელიც. Ay isიც უნდა წაიყვანა. შვიდათ ამოისუნთქავდით. O zaman sen de rahat edecektin ben de. არ გეკითხები. ნებართვასაც არ გთხოვ. უბრალოდ მეურვეობას გავაფორმებ. შენ კი წინააღმდეგი არ იქნები, გასაგებია? შვილო, მე რა ჩელონგი ვარ? ჯერ მეურვეობას გადმოგცემთ. მამობა ჩამომერთმევა. მერე ქუჩაში გამაგდებთ. დღეებს ქუჩაში გავატარებ, რა იდიოტი ვარ? მომისმინე, ეს შენ არ გეხება. სხვანაირად იქიდან ვერ წამოვიყვანთ. ჩემი გაიგე, მეურვეობა უნდა გაფორმდეს და შენც უნდა დათანხმდე. არ გამოვა, ამას არ ავყვები. ისინი ჩემი შვილები არიან. მათი მეურვეობა ჩემზეა და დანარჩენი ყველაფერი ჩემზეა. თავშესაფარში იქნებიან და მორჩა. საინტერესოა, რას ელოდებოდი? საკუთარი თავის გარდა ვინმეზე უფიქრია? კარგი ფილის, არი დარდო, გადაწყვეტილებას მოვძებნეთ. კარგი, მე წავალ. და თუ რამეა შემატყობინეთ, კარგი? კარგი. იჯექი ძმაო, გაგაცილებ. ნახვამდის. დროებით. დაიკო. ყველაფერს მოვაგვარებთ. მამას მიუხედავად ყველაფერს მოვაგვარებთ. როდის იყო რომ არ მოგვიგვარებიან? ამასაც გავუმგლავდებით, არი დარდო. Barış? Sadi qavi. საქმეები როგორ გაქვს რაჰმეთ? მოხდარამე, კარგად ხარ? კი. რამდენიმე დღით საზღვარგარეთ წავედი, უნდა წავსულიყავი. ღმერთო, გამის შესახებ დისთვის არ გითქვამს. მაგრამ იქამდე ხელის თხოვე, ასე არ არის? რაჰმეთ, ვინ არის? რატომ უნდა წასულიყავი? მიპასუხე, ბარიშ. გაიწიე. ჩემი და რა სათამაშოა ვინ გონია? რაჰმეთ. დაო. შიგნით შედი. ფიქრობ მარტოა? რაჰმეთ. იცი ზურს უკან ვინ დგას? რაჰმეთ, გეყოფა. დაო. დაველაპარაკები. შენ წადი. თუ რამეა დამეძახე. ბილის. სად იყავი?
Neredeydin? სად იყავი? Tamam. კარგი. Niye geldin? მაშინ თქვი რისთვის მოხვედი? იქნებ ბავშვებისთვის რამის გაკეთება შემიძლია. ფილის, გაუშვი. რა ფელის რა? დაშორებულები ვიყავით, შეგეძლო წასულიყავი, მაგრამ არ წახვედი. ხელი მთხოვე. ულუდაკაში წავედით და უცებ ქრები. Ortada yoksun. მღელავდი, მეგონა რაღაც მოხდა. Annen დედა შენი მოვიდა. savaş gitti. თქვა რომ სავაში წავიდა. Vedalaştı. დამამშვიდობა და გაემგზავრაო. Benim en ihtiyacım ჭირდებოდი, შენ კი გვერდით არ იყავი. Biri geldi. ახლა გამოგვეცხადე და სათქმელიც არაფერი გაქვს? Söylemiyorsun. ფილის, უნდა წავსულიყავი. საჭირო იყო, ოდომეც წავედი. უბრალოდ ეს უნდა იცოდე. შენ კი იცოდე, რომ შენს გვერდით ვეღარ ვნახა, ვერც მე და ვერც ჩემს ძმებს. ფილის. დაუ. დაუ მორჩა, ეყოფა. Tamam abla. კარგი რა. Tamam. მორჩა. Tamam abla. მორჩა, ყველაფერი გაივლის, კარგი? Tamam. თუ გინდა წავა. Ama Წავალ და სხვებირ ჩამოგრევ. Ya saçmalama. ნუ სულელო, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს. Git 2 kilo. რამე შეჭამე, სკოლაში ხარ წასასვლელი. იქნებ არ წავსულიყავი. წახვალ და ჩაიც მოადუღე. საყვარელო. საყვარელო. უპასუხე. ზარს უპასუხე. ისმენ. ისმენე. თუფან ბარიში ვარ, შეიძლება ვილაპარაკოთ. არავის უთხრა რომ რეკავ, კარგი? რას ლაპარაკობ? სად ხარ? აქვე, რაიონში. მოდი და ვილაპარაკოთ. თუფან გესმის? კარგი, სად ხარ? კარგი, მოვალ. სად მიდიხარ? დღეს სასმელების დამტარებელი ადრე მოვიდა. შენ დაეძინე. Hadi bakalım. ადექით ძვირფასებო. Çocuklar, დილა, uyanın, გაიღვიძეთ. Kiraz, ქერას ადექი. kalk hadi. საუზმაზე kahvaltı მივდივართ. გუშინ საღამოს ისმეთი წავიყვანე. მინდოდა დილას მომაყვანა, მაგრამ დაგვეძინა. Hadi. ჩაიცვი, მერე და გელაპარაკები. ისმეთ ადექი, თავი არ მიარტყა. ფრთხილად. Siz evde Sağ ერთად გვეძინათ? მე ჩემს დას და ისმეთს ერთ ოთახში გვეძინა. Kiraz, ნახე ქერას. senin de ისმეთი ამ ადგილს უნდა შეეჩვიოს. O yüzden İsmet'i ამიტომ აღარ წამოიყვანო, კარგი? Onun da kendi თავის yatağına საწოლს alması შეეჩვიოს. gerekiyor çünkü. Burası artık ამიერიდან sizin ეს თქვენი სახლია. Burada çok uzun აქ süre დიდხანს kalabilirsiniz. დარჩებით. ამაზე Buna იფიქრე. o yönden bakmaya Kargi? çalışıyor mu? Hayır. არა,
და აქედან გაგვიყვანს. სამუდამოდ აქ არ ვართ. მხოლოდ დროებით და ისმეთსაც შეგუება არ ჭირდება. ანუ ჩემს გოდით დაიძინებს. Kahvaltıya მოდი gidip საუზმეზე წავიდეთ, მერე ვილაპარაკოთ. იმედი მაქვს რამე ღირებულს მოყვები ბარიშ. ყოველად ხომ არ მოსულარ. რა ხდება? ბიჭებო, ადიქით, ფიქმეთმა ჩაივსა. ჯანგის მართალი ხარ, ფიქრეთმა ჩაივსა. იქნებ საფენები ჩაიცოს. ჩაივსა, ხედავთ? Ne oluyor burada? აქ რა ხდება? Çocuklar. ბიჭებო, Çocuklar აქ ne რა oluyor ხდება? böyle? მასალებევა ფიქმეთმა ჩაივსა. არა, წყალი დამისხეს. ეს არის. აბა რა? Tamam. კარგით, tamam ბიჭებო. çocuklar, tamam. საუზმეზე Hadi, წამოდით. siz kahvaltıya მიდით. gidin, hadi. Hadi bakalım. გეუბნებით წადით. Fikret. ფიქმეთ, მასალებევა. მართლა წყალი დამისხეს სანამ მეძინა. Tamam Fikret. კარგი ფიქმეთ. Hadi sen de გამოიცვალე და საუზმეზე ჩამოდი. Biz de işlerimizi თეთრეულს bizim გამოგიცვლი. önemli değil. მიდი. Hadi. Hadi. ფიქო მოდის. ძმაო დაგხსენიან როგორც დებილებს. Beyler, ბიჭებო, რა ხდება? hayırdır? რამე პრობლემა გაქვთ? არა, ძმაო, რა პრობლემა? კარგი, გემრიელად მიირთვით. Kahvaltını ასე ერთად ისაუზმეთ. Ama sonra მაგრამ მერე ისმეთს წავუყვან კარგი ქერას. Ne oldu ki? კერას რა შეასაქმე? საუზმეს ავიღებ და მოგიყვები, ძმაო. აიღე ისმო, აიღე. მიდი ჯამე. აბა, გუშინ ღამე ისმეთი მე მყავდა. ჩემთან წავიყვანა, ერთად გვეძინა. დილას წაყვანას ვაპირებდი, მაგრამ ჩამეძინა. Tamam, კარგი, yapma bir აღარ ქნა. Abi, ძმაო, დისგან სიახლები ხომ არ არის? არ დაურეკავთ. Onlar გუშინ ადვოკატთან იყვნენ და ელაპარაკნენ. Bakın, მისმინეთ, siz ufak პატარები აღარ ხართ. გასაგებია? biliyorum, ვიცი üzülüyorsunuz განაწყენებულები ხართ, ama მაგრამ güvenin დის იმედი უნდა გქონდეთ. elinden ne კარგი, geliyorsa yapıp ყველაფერს çıkaracak. გააკეთებს. Biz de ჩვენ იქამდე o zamana უნდა kadar მოვითვინოთ. dişimizi Kargi? sıkacağız. Biz bir aileyiz ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ ve öyle და ასეთად დარჩებით. კარგი? კარგი. Hadi bakalım. ახლა ჭამა გააგრძელეთ. Oğlum sen ne ეს რას მიყვები? He? სიმართლეს. Bayağı ანუ ნამდვილი ქურდი ხარ? მანქანებს იპარავ? Dedim be eski. გეუბნები ეს ადრე იყო.
იქამდე სანამ ფილის შევხვდებოდი, ბოლო საქმე გავაკეთე, მაგრამ ვერ გავუმკლავდი. ბავშვები მანქანაში დაეჭირეს და იმაშინ მეგობარო დამნაშავე თვითონ ხარ და ამიტომაც ახვედი. იმიტომ რომ ჯემილს ბიჭები არ შეესვა. მეგობარო მავატია, მაგრამ გვამი ხარ და დამმარხავი არავინ ყავს. ვერ ხვდები რა სახით ჩამოხვედი. ახლა რაც არ უნდა მითხრა, კარგად ვიცი. როცა გავიგებ ბავშვები როგორ არიან, მაშინ გავემგზავრები. დასახმარებლად მოვედი. მინდა რომ დავეხმარო. ჯემილის გამო ვერ უახლოვდები. არაფრის გაკეთება შემიძლია. შენ ხომ შეძლებ თუფან. მეგობარო ვერაფერს გააწყობ. ფიქრი წინ აღმდეგია. ბავშვები თავშესაფარში დარჩებიან. ვერაფერს იზამ. უკეთესი იქნება წახვიდა. ფილის ისედაც უამრავი პრობლემა აქვს. შენ გააკლდი. ძმა სკოლა არ არის. სამესადინო არაფერია. შვილო ორ დღეში სკოლა იწყება. მერე ვეღარ მოიცილებ. მიდი და იმისადინე. აქედან რომელია? აბა აქ მიყურა. პრობლემა გაქვს რამე? მომიყევი. არა ძმა, უბრალოდ მოვახურებ. გეკითხები პრობლემა გაქვს? არა ძმა, რა პრობლემა? კარგი. მაშინ გაგვეთელებს მიხედე. ქალბატონო სევილ სხვა გამოსავალი არ არის? დედა არ არის. მისი არ ყოფნის დამტკიცება იოლია, მაგრამ მამა თქვენი? სანამ ის არსებობს, მეურვე ვერ გახდებით. ახლა რა უნდა ვქნათ? თავშესაფარში დარჩებიან? ასე ჩანს. ყველაფერს მივხვდი, მადლობა. ფელის, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. დამიჯერე, მაგრამ ვიცი. მამა სანამ არსებობს, შანსები არ გვაქვს. ყველაფრისთვის მადლობა. შილო. რა გინდა? ფილის შილო. ვიფიქრე და მართალი ხარ. Sen haklısın ya. რა? იქნებ სახლში ველაპარაკოთ. Olmaz mı? შემოდი. თქვი რა გინდა? ფილის. Sen haklısın. მართალი ხარ. Ben მეურვეობას შენ გადმოგცემ. sana წინ აღმდეგი აღარ ვიქნები. hiç itiraz falan da etmeyeceğim. რა? Haklısın. შენ მართალი ხარ. Ben çocuk ბავშვებისთვის მამობა ვერ შევძელე. ეს ხომ ნათელია. ortada. ბავშვები დავტანჯე. შენც სულ ტიროდი. Günlerdir böyle ağlarsın. სერიოზულად?
სერიოზულად. გუშინდელიდან არ მძინებია. ღმერთმა დამწყელოს. ბავშვები ჩემს გამო რატომ იტანჯებიან? შენ თუ ბავშვებზე ვერ ზრუნავ? კალიშვილს მაინც აცალე. კარგი მამა არ ვარ. ეს ვიცი. მაგრამ მამობაზე ვარის თქმით სიკეთეს მაინც გაგიკეთებთ. დიდი მადლობა. მადლობა. მიდი, წადი. ყველაფერი სასწრაფოდ გააკეთე. რაც საჭიროა გავაკეთოთ. Alayım gelince. ჩანთას ავიღებ და წავიდეთ, კარგი? ადვოკატთან წავიდეთ. მიდი. კარგი. რაც მალე მით უკეთესი. რაც მალე მით უკეთესი. ბატონო ფიქრი, რა ხდება? შენ მიხარ. დილამშვიდობის. რა დილამშვიდობის რა გინდა? მნიშვნელობა არ აქვს, მოდი ვილაპარაკოთ. რა უნდა გელაპარაკო? საბერძნეთიდან მოყოლებული ჩვენს გოგოს აქეთი გიდატრიალებ. რა საბერძნეთი ამდენი დრო გავიდა? წამოდი. დაწყნარდი, ჯონ, დაწყნარდი. ყველაფერს მომაგვარებ. აბა გინდა. გინდა შერკუჭზე მელაპარაკო? ღმერთო. ამაზე გეუბნები. თუ დავილაპარაკებ და არც მშიერი, და არც უსახლკარო არ იქნები. პელის მეურვეობის უფლებას მისცემ. ეს კი შენი გახდება. ეს რა არის? სახლის გასაღები. რომლის? სახლი, რომელიც უბანში ვიყიდა. გარდაცვლილ ნომალის სახლი? ო, მომიცი. ახლა არა. შენ ხომ წინააღმდეგი ხარ? მერე. კარგი, წინააღმდეგი არ ვიქნები. მაშინ ვიჩქაროთ. ეს საქმე სწრაფად გავაკეთოთ. წამოდი, რაც მალე მით უკეთესი. კარგი. სანამ ყველაფერი არ გადაწყდება, მე სად ვიცხოვრებ? შემიძლია სასტუმროში ნომერი გიქირავო. კარგი, წავიდეთ. იქით? არა, იქით. მოდი შვილო. აბა დავუჩქაროთ. რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებ. შენი დაძმები გადავარჩინოთ. აბა წავიდეთ. რა შანსები აქვს? ბავშვების უკან დაბრუნებას შეძლებთ? არ ვიცი მეზდი. მართლა არ ვიცი. ეს ჩვენი პრობლემები არაფრით არ მთავრდება. მუზის დედა მოაგვარებს. მუზი. სალამი, დილამშვიდობის. ჰიკმეტი დღეს არ მოვა? არა. სხვა სკოლაში გადაიყვანეს. თავშესაფართან ახლოს. კარგი რა. დალაპარაკება მოახერხე? ო, გუშინ ვნახე. კარგად იყო. კარგი. სკოლაში და სახლში მალე დაბრუნდება, დედა მოაგვარებს. ასეთ საქმეებში მაგარია. ხო, გაერგვა. მაგრამ მამა ჩემია, დიდი პრობლემა. რა შეა საქმე? შენ მაინც ხომ იცი მეზდი ტიპიური მამა ჩემია. ჩემო ძვირფასო გოგონა. ყველაზე უკეთესის. დღევანდელამდე ბავშვების დედა იყო და მეურვეობა ეკუთვნის. არამედ წინააღმდეგი არ ვარ. მოდი გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა. ბატონო ფიქრი, გავერკვევი. ახლა უფრო მარტივი იქნება? შედეგებს უფრო სწრაფად მივაღწევთ. მაგრამ სიტუაცია ჯერ ისევ მარტივი არ არის. მეურვეობის საქმე ერთი კვირის შემდეგ განიხილება. შენ შესახებ მოხსენებას დაწერენ. თავშესაფრიდან მოხსენება ვნახე. სამწუხაროდ ჩვენ სასარგებლო დარმატყოლებს. უფრო ძლიერი უნდა იყო. დრო ცოტაა, მაგრამ ნორმალური სამუშაო მოძებნე. ყველა საჩვენე რომ ბავშვებს კომფორტულ ცხოვრებას მოუწყობ. გასაგებია. ჩემი გოგონა გაუმკლავდება. დიდი მადლობა. ფელის. ნიშნობა არაკანონიერია. სასამართლო ამას არ მიიღებს. ეზოდან ადამიანებია საჭირო, რომლებიც მოწმეები იქნებიან. ანუ ეს არის გასაკეთებელი. კარგი. გასაგებია. მადლობა.
რა მოხდა? დიდი ხანი გელაპარაკა. გისმენ ჯემილ. საქმეები როგორ გაქვს? კარგად რფილეს. ამას შენ გეკითხები. ღელადი. რამე სიახლე ხომ არ არის? რამეთ ხომ არ დაგეხმაროთ? ყველაფერი წესრიგშია, მადლობა. მე წავედი, დროებით. დარეკვას ვაპირებდი. შეგვიძლია შევხვდეთ თუ დაკავებული არ ხარ? კარგი შევხვდეთ. რამე მოხდა? არა, ყველაფერი კარგად არის. კარგი. მაშინ შენს ზარს დაველოდები. კარგი, დროებით. მამა, დიდი მადლობა. ამარას ამბობ, არაფრის. ეს შენ მადლობა. წარმატებას გისურვებ. და შენი გზა ხსნელი იყოს. ერთი ამათ შეხედეთ. La şuna bak be. Ne kadar რამდენ ენერგიას ხარჯავენ? ო, მე მგონი ბევრს. იღბლიანი მუშაობა. მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. სტუმრისთვის ოთახი დავჯერშნე. ვიქრიელებული. ეს ჩვენ არ გვეკუთვნის, ნუ ათამაშები. კარგი ბატონო სავაშ, ოთახი მზად არის. ბატონის პასპორტი შეიძლება? აი, გამომართვით. მადლობა. არაფრის. Benden bu kadar. იმდენი რამ მაქვს. Herhalde artık mahkemede... სასამართლომდე არავის შეეწუხო. არა ძვირფას არავის შევაწუხე. შენ მშვიდად იყავი. ეს ჩემი ნატურაა. მე ასეთი ვარ. Anladım. კარგი მაშინ მე წავალ. Anladım. შენ კი გაერთე და ისვენე. Takıl. Keyfine bak. Benim oda. ჩემი ოთახი სად არის? ორი წუთი აქ მოისვენეთ. მეგობარი მიგაცილებთ. აი თორმე როგორ. მეგობარს ვითხარე და უჩქაროს. კარგით ბატონო. გამარჯობათ. Merhaba. გამარჯობა. Hello. Hello. Ben de ამ სასტუმროში ვცხოვრობ. Nereye? სადმე დიხართ? ღმერთო. Merhaba. გამარჯობათ. და დარწმუნებული ხარ რომ მამა ჩვენი ლაპარაკობდა. ო, ადვოკატის ოფისში წამომყვა ხელი ხელჩაკიდებული. იღიმოდა. Böyle elimi tutuyor bir şey. ვინ მამა? Evet. ხო, Hiçbir şey ამბობს რომ წინააღმდეგი არ იქნება ფელის მათთვის დედასავით ხარო. Vallahi. იღიმოდა ფიცავ. Ya bu adam... გუშინ არ ყვიროდა რომ მეურვეობას არ მოგცემდა, რომ მეურვე ის არის და ასე შემდეგ. რა ხდება? რა შეიცვალა? ალბათ გულმა ვერ გაუძლო. სინდისი გაეღვიძა, ეს რა შეუძლებელია? რა ამის არ მჯერა. და ახლა რა იქნება? ადვოკატი რა ორას ამბობს? არა უნდა თქვას. ერთ კვირაში სასამართლო იქნება. İşte benim o ამ დროისთვის მუდმივი სამსახური უნდა ვიპოვო. mahkemeye hazır. მზად უნდა ვიყო სასამართლოსთვის. და ჩემზე კარგად იცი რომ ნორმალურ სამუშაოს პოვნა ასეთი ადვილი არ არის. Ne yapalım? რას ვიზამთ? Elimden გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია. Bu herif nerede? ახლა სად არის? Kahveye კაფეში არ შემოსულა? avukatlık ბიუროს შემდეგ დავშორდით. არ ვიცი. რამდენადაც მე ვიცი, არც დეიდე შეიმასთან არ არის. Ama bize ღმერთო, ჩვენთვის რა? მამას დამიხედეთ რა. şükür. მადლობა თქვი. Ne ya? ეს რა არის? მომწყინდა.
რეცეპშენი გისმენთ. რაღაც მინდა რომ გითხრათ. სასტუმროს ნომერში მოვიწყინე. რით შეიძლება რომ დავგავდე? სპორტ დარბაზი გვაქვს. როსაგნებავთ, მაშინ შეგიძლია ისარგებლოთ. Geç. შემდეგ ეს რა შემჭირდება? Zaten seyrediyoruz. Ben de ამას ისედაც ვუყურებ. აუზი? ღია, დახურული. Geç. ზორო არ ვიცი. Yüzme bilmiyorum başka. კიდევ რა არის? კიდევ სპა. Bana ne შენ senin სპასთან მე რამე საქმება. 6 მყავდა და ძლივს მოვიშორე. Ay tamam კარგი, tamam. მორჩა, მორჩა. ურმელი დაკიდა. თავი მომავეზრე. ფელის, თავარი არიდარდო, თითქმის ფინალში ვართ. სასამართლოა გასავლელი. გავივლით, არიღალვო. საღამომშვიდობის. გამარჯობა, ჯემი. საქმეები როგორ გაქვს ფელეს? რძალო, ტუფან. კარგად, შენ როგორ ხარ? ყველაფერი კარგად არის. მადლობა რომ მოხვედი. გავისეირნეთ ცოტა ვილაპარაკოთ. კარგი, გავისეირნოთ. კარგი, ჩვენ წავალთ. კარგი ძვირფასო დროებით. ბედნიერად. ქურთუქს ავიღებ და მოვალ. კარგი. ბიჭს ასენ უყურებ. ამ ჯემილს ვერაფრით ვეგუები. არ შემიძლია. ისეთი ეშმაკია, თითქოს ეხმარება, მაგრამ თანაც როგორი ეშმაკი. ღმერთო, კვდები. თულაი. ასე გადაწყვეტილება როგორ შეცვალა? მამის გულმა ვერ გაუძლო. ამაში ისეთი რა არის? ფიქრი რა მამობაში ერკვევა? არ ვიცი. კარგი, აბაზანაში შევალ. იქნებ დაძაბულობა მომიხსნას. კარგი. საყვარელო. რა იყო? ჩემთან ერთად არ გინდა? შენ როგორ ფიქრობ? ასე ვფიქრობ. კარგი, მიდი. მალე მოვალ. არ მალოდინო. არა, რას ამბობ? გისმენ, შენ გააკეთე არა? ომასეა. რა გავაკეთე? ბიძია ფიქრეს და ელაპარაკე. ასეთი რამე ეცი რომ დათანხმდა. მართლა არაფერი გამიგეთებია. შეწყვეტე რა, არ დაგიჭირებ. ბარიშ, რაღაცას გეტყვი. შენ მამაკაცი ხარ, ნამდვილი კაცი. მისვენე. ბარიშ. ბიჭებო, თქვენ დაესვენეთ. მერე დავილაპარაკეთ, კარგი? შევხვდებით ძმაო. გამიგვირდა ფილეს. ბიძია ფიქრი სწორად მოიქცა. ჩვენს გაგვიკვირდა. მხოლოდ სასამართლო გადარჩა. ხო, შენი დახმარებით. ახლა მთავარი აღარ იდარდო. ჯემილ. სასამართლომდე ნიშნობა უნდა შედგეს. ყველა მეზობელმა რომ გაიგოს. სასამართლოზე შეიძლება მოწმეები გამოიძახონ. კარგი, ამას გავაკეთებთ. კარგი. ძმა ტოფანს ველაპარაკე. ხარჯი არ იქნება. ამაზე არ იღელო, ამას მოვაგვარეთ. შეიძლება ხოლმე დედას რომ მოვიყვანო. არა, არ არის საჭირო სიმართლის გავდეს. მეზობლებმა რომ დაინახონ, სულ ეს არის. კარგი, უბრალოდ მინდოდა დედა ჩემსაც სწორნოდა. მადლობა. ჯემილ. დიდი მადლობა. კარგი კაცი ხარ. მეგობარო,
ეზოში ვიღაც მუზი გელოდება. მუზი? ო, ლამაზი გოგოა. ჩემი გოგო არ არის. Gargi ra. Tu aseti gogua uბრალოდ ისე მოვა. ნუ თამაშობ. თუმცა ნამედანი არ გამოანათო. მასწავლებელი რომ არ გეჩვობას. მუზი? აქ რა საკეთებ? შენ რა გაგიჟდი? წამოდი. მოდი აქეთ წამოდი, დროზე. მოდი. შენს დასაყვანად მოვედი. ბრავო. ორი ბილეთი მაქვს. კონცერტზე წავიდეთ. იმ ჯგუფის კონცერტზე, რომლის სიმღერაც მოგასმენინე. მილის კონცერტზე. სერიოზულად? კიდევ როგორ? შენი მეგობარი ნამდვილი კაცია. ის დაგიფარავს, ასე არ არის? ვერ შეძლებ. არ შემიძლია. ძმებს ვერ დავდოვებ. კარგი. ისე დასაძინებლად წავიდნენ. შემიძლია რომ წამოვიდე. კარგი, წავიდეთ. წავიდეთ? მაშინ მეგობარს ვეთყვი, მერე კი მოვალ. კარგი, გელოდები. მიდი. კარგი. და აქედან როგორ გავალთ? ცივი ამინდია, ალბათ თოვლიც წამოვა. რახმეთან ერთად ბავშვობაში ხშირად გუნდაობდით. გახსოვს? არასდროს დამოვიწყდება. უზარმაზარი თოვლის კაცი რომ გავაკეთეთ, არა? Phyllis. ჩაფიქრდი. ხო. დიდი მადლობა, ჯემილ. არაფერს. გამომშვიდობის. გამომშვიდობის. ბატონი ფიქმეტი უკვე აქ არის. გამძლეობა მომეცი. რას მიყურავთ? როცა შემოვედით არ ჩამოხვედი. ეგრევე გეშინია. რის უნდა მეშინოდეს? ვინ ხარ? მოდი და გაჩვენა ვინ ვარ. არა, არ მოვალ. რა თქმა უნდა არ მოხვალ. შიშა რა ქათამო. მე ფიქმეტი ვარ, შიშა რა ქათამი. აი ასე, მოდი. მიდი დაარტყი. ვინ არის შიშა რა ქათამი? ვინ? ელი გამიშვი. ვინ არის ქათამი? ვინ არის მეთქი ქათამი? ბიჭებო, ფიქმეთ, მოიცადე ფიქმეთ. წვირიდან სისხლი მოსდის. მედნაწილში წადი, მიდი. პირველმა დაიწყო. მედნაწილში წადი, მიდი. ფიქმეთ, ასე რატომ გააკეთე? პირველივე დღიდან მოწებოდნენ. ასეთები ჩვენთან მეუღებელია. კიდევ ერთხელ განმეორდება და სასჯელი მძიმე იქნება, ეს გაითვალისწინე. შემახედე, სისხლი მოგდის? მოიცადე, მოიცა. ღმერთო, წადი და მოიბანე. მერე ეგთანთან, გნახო. აღარ გააკეთო ფიქმეთ. გაიგე? რა იყო? ჩემი ძმა სადაა ის? ჰიკმეთი წავიდა, ეზოში გავიდა. ეზოში? ჩვენ არ გაგვალებინა? გაჩერდი, არავის უთხრა. გავიდა. კარგი, არ ვეთყვი. ხანდახან ასე ვერთობით. ჯემრე, როგორ ხარ? კარგად მოზიშენ? სალამი.
Merhaba. სალამი. როგორ ხარ? Sağ ol. მადლობა. ბოდიში არ გაგაცანი. ჰიკმედი. ჩემი მეგობარი ბიჭი. გასაგებია. გაცნობის მოხარული ვარ. იაგმურ. შენც აქ ხარ? Lucy. როგორ ხარ? კარგად. ნუ თუ ამაღელვებელი არ არის. ძალიან. კერასი სად არის? ისმეთთან წავიდე, თუ გინდა დაელოდე. არ მინდა. ისმენ? მიშველე. ხო, მიშველე. Güzel gözlerinden akan bir damla yaş, tereddütsüz beni esir yavaş yavaş. Dayanmak artık zor, bu sürünceme acısı hala kor. Zamanlar nafile, aklım başımda değil, göremez oldum, duyamaz. Hiçbir anım yok şimdi, zihnim çalışmaz. Aklım başımda değil, göremez oldum, duyamaz. Hiçbir anım yok şimdi, zihnim çalışmaz. Aklım başımda değil, göremez oldum, duyamaz. Hiçbir anım yok şimdi, zihnim çalışmaz. Fikret, ჰიკმეთ. ne yapıyorsun აქ რა საკეთებ? ბავშვებს რამე შეემთხვა? Kardeşlerin შენი nerede? და-ძმა სად არიან? Ha? ომ კარგად არიან? Değil mi kimseye? არა. ეს რიგში არიან. Sen niye Al buradasın? Kratom, Peki, ha. yurtta olman gerekmiyor mu? შემომხედე. Bak bakalım. მომხედე. Fikret, ჰიკმეთ. ძმაო ბარიშ. რა მოხდა? ne oldu oğlum? რა Ne იყო? yapıyorsun? რატომ ტირი? Fikret, ჰიკმეთ. kim kızdırdı? ვინ oğlum? გაგაბრაზა? Ne oldu? რა მოხდა? Bak bakayım. შემომხედე. Benim bildiğim პიკო, რომელსაც მე ვიცნობ, არ Ne ტირის. oldu be? რა მოხდა? არა. ასე არ არის. Nasıl peki? აბა როგორ არის? ჩემი და ბევრს ეცადა რომ მე კაცი გამხდარიყავი. შევპირდი. უთხარი რომ ისეთი აღარ ვიქნებოდი ძმაო ბარიშ. მე მას კაცური სიტყვა მივეცი. ძმაო ბარიშ.
კაცური სიტყვის დარღვევა ხომ არ შეიძლება? Olmaz. არ შეიძლება, ხომ არ შეიძლება? მაგრამ ის ბრიყვები ამის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ ძმაო ბარიშ. თუ აქ ვიცხოვრებ ყოველ დღეცენ. აუცხე. ცოტა აუცხე. Azıcık daha. ცოტა აცხე? ისეთი რომ ვიყო არ მინდა ძმაო ბარიშ. არ მინდა. მისმინე. Sen şimdi ისეთი არ იქნები. გასაგებია. Öyle bir ihtimal არ იქნები. შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. შენ უკვე გაიზარდე. ო, გაიზარდე. büyümüşsün sen. გაიზარდე. და ძმისთვის არ მეთქომს ძმაო ბარიშ. იმიტომ რომ ეწყინებოდათ. პირველივე შენ გამახსენდი. ძმაო ბარიშ, ძალიან გთხოვ, მდიდარი ხარ. აქედან დაგვიხსენი, გთხოვ. ჩამდას დაეხმარე გვიშველოს. ძმაო ბარიშ. გთხოვ, დაეხმარე. კარგი, მორჩა, დაწყნარდი. მორჩა, არ იღელო. Merak etme. არ იღელო და აქედან წაგიყვანთ. Ben kurtaracak. იქ არ დაგდავებ, კარგი? Ben de მე elimden რა შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ. Tamam mı? შემომხედე? Bana შემომხედე? erkek sözü. სიტყვა მომეცი, კარგი? Kalk. მოდი ადექი, აქცივა. Kalk bakayım. ადექი მოდი. და ის დაიფარე. Hadi yürü. წამოდი. სასაცილო იყო. მართლა კარგად უკრავდნენ, ასია არა? Harikaydı ya. Çok güzel. შესანიშნავად. Ya ben öyle ძალიან çok ლამაზი იყო. senin gibi ama შენსავეთ კონცერტებზე არ დავდივარ, çok iyi. მაგრამ ძალიან მაგრად გავერთე. Başka kimler აქამდე ვის კონცერტებზე დადიოდი? არავისზე. Kimsenin. Nasıl ეგ როგორ? Ya bu ilk ეს შენი პირველი კონცერტი იყო? ხო, benimle mi geldin? ჩემთან ერთად? პირველი? Duyacaklar. ჩუმად, şimdi siz. გაიგებენ. Nasıl döneceğiz? როგორ დაბრუნდები? Ben böyle bırak. არ მინდა დაგდავო. Annem taksi დედამ paramı ტაქსის harcadı. პოლი მომცა, ტაქსით Ben წავა. hatta giderim ama. Peki tamam. კარგი, მაშინ მოდი ტაქსი გავაჩერებ. Bir taksi çevireyim ben sana. Olur. კარგი. Göremez oldum. ვერ ხედავდი, არ მესმოდა. გთხოვთ. Teşekkürler. მადლობა. Ya Met ჰიკმეთ, çok eğlendim. ძალიან კარგად გავერთე. Sağ ol. მადლობა შენ. Görüşürüz. შემხვდებით. Görüşürüz. დროებით. hadi bakalım. ახლა მიდი და ხასიათი აღარ გაიბუჯო. კარგი? კარგი. Ablan შენი და ყველაფერს მოუღარებს. გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია. მე პირობა მოგეცი, კარგი? კარგი. Defiko. და კიდე ფიქო. Sen beni bu არავის უთხრა რომ ნახე, კარგი? Niye? რატომ? Niye? იმიტომ რომ ასეა საჭირო. Sen beni არავის უთხრა, კარგი? Seni yurttan kaçtın. მე კი თავშესაფრდე შენს გაქცევას არ ვეთქვი. ჩვენ შორის დარჩება. კარგი. Hadi bakalım. Kimse uyandı. სანამ არ გავუღვიძიათ შიგნით შედი. Nasıl? როგორ შევა? Nasıl güzel. ეგ როგორ? Nasıl çıktı? როგორც გამოходე, ისე შეხვალ. Ne? რა იყო? Hadi bakalım. მიდი. İyi akşamlar. საღამო efendim. მშვიდობის. Size bir adres soracak. შეიძლება მისამართი ვიკითხო. გისმენთ? აი იქ. Şöyle getireyim. ლიცეუმი არ არის? Bu arkadaki doktorlar sitesi değil mi? საათ? აი იქ? ხო. დაო. ჩემო ძვირფასო. ისმო. საყვარელო, როგორ ხარ? ჰიკმეთ, დაო.
მოდი დასხედით. წამოდი. მოდი ჩემთან ისმო. აბა როგორ ხართ? ყველაფერი კარგად არის? კარგად დავარეგალო. დაო. ადვოკატისგან სიახლეები არ არის? თქვენთვის შესანიშნავი სიახლეებია. ამ კვერეში სასამართლო იქნება. ერთად ვიქნებით. ანუ მოგების მაღალი შანსი გვაქვს? რა თქმა უნდა, მაღალი. ერთი წუთით. რაღაც მოგიტანეთ. აი შეხედეთ. გამოყოფილიდან 5 დღე გადათვალეთ და მე ისევ ერთად ვიქნებით. 5. მამა მეორეობა როგორ დათმო? ეს არც მე ვიცი. ბატონ ფიქრიში სენდისმა გაიღვიძა. პატარა გული აქვს, რომელიც არ გვინახავს. ასეა ჩემო სიყვარულო. გესმენთ რესე გვიხარია? მიუხედავად იმისა, რომ მიგვატოვა ამისი მაინც გვიხარია. არ მოვიწყენა. იქნება ბაზანა მიმეღო. თლიანად ბულბული თავავსო, როგორც ფილმებშია. ეს რა უბედურება, მომწყინდა. საერთოდ ვერ გავერთე. ეს ხელები, ეს ფეხები, სუფთა გამიხდა. ეს რა არის? ამ ფილმებში ნატავრისი უხარიათ. ამაში ხომ კარგი არაფერია. აბა, თავებს გაუფრთხილდით, კარგი? მოდი ჩემთან. მოდი ჩემო პატარა. არიცელქოთ, კარგი? კარგი. ყურადღებას მივაქცევ, არ ღელო. ვიცი, ამიტომაც არ ვღელავ. სხვათა შორის დამავიწყდა. მე და ძმა ჯემილი ნიშნობას ვაპირებთ. რა? რა? მაშინ ძმა ბორიში როგორ? არანაირად. ეს ნამდვილი არ იქნება სასამართლოსთვის. მართლა ასე? რა თქმა უნდა, ჯემილი ხომ პოლიციელია. აქედან თქვენი წაყვანა უფრო გაგვიადულდება. ჩემი გაიგეთ? მე რომ არ გაგიკვირდეთ. კარგი ძვირფასო? კარგი. კარგი. დროებით. შევხვდებით. გისმენთ მაოტოფან. ფილი, სათხარ. ბავშვებისგან მოდივარ, რა იყო? ესე იგი დროულად ამერიკავს რაღაცას გეტყვი. შენ ხომ სამსახურს ეძებდი? გახსოვს? დაზღვევა რომ გინდოდა. ხო, ასე გეტყვი. სამუშაო თავად გიპავა. ეგ როგორ? ჩვენს კაფეში თქვენს რომ ერთ სამშენებლო ფირმას მდეიმანი სჭირდება. ამაზე დღეს ელაპარაკეს და მაშინა შენ გამახსენდი. სერიოზულად? ო, მართლა. ოღონდ გასაუბრებაზე დღეს უნდა მიხვიდე. იმიტომ რომ გელოდებიან. ამიტომ ახლა ვეძადი. მისამართს გამოგიგზავნი. ხო, გამოგიგზავნი, შეგატყობინებთ. კარგი, მადლობა ძმაოტოფან, ასე სწრაფად გამაგებინე. რას ამბობ, არაფერს. ოღონდ გამაგებინე, კარგი? დროებით. მურჩა, მიდის. და სამსახურში აიყვანენ? აუცილებლად აიყვანენ. ესეც ასე. კიდევ ერთხელ. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა.
მაგარია. გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმარო? ამით დამეხმარა, ყველა დაიღალა. გასახდელი იქით მხარეს არის. გამოიცვალეთ და მერე მოგბრძანდით. რატომ? ასეც კარგად ვარ. წავალ იქ ავიწერე. გავიგე. შეგიძლიათ სარბენ ბილიკზე გახვიდეთ და მსუბუქად ირბინოთ. სარბენი ბილიკი რა თმინდა? მეტი საქმე არ მაქვს, მან დავიწიო. ისე, თუ 50 ჯერ ავიწევი, გამიმას მიგზელდები? ვერ გავიგე, გაუგებარი რა არის? დავნეძლავდეთ. ნაზლები რა საჭიროა? ამას ხომ საკუთარი თავისთვის აკეთებთ, ჯანმრთელობისთვის. რა ჯანმრთელობა? მიმიფურთხებია. აბა მომისმინეთ. თუ 50 ჯერ ავიწევი, დასალევი თქვენ გამიმას მიგზელდება. მეგობარო, ჩვენ აქ ვარჯიშობთ, ასე რომ ნუყვირი ხარ. ყვირილი რატომ არ შეიძლება? რა ბიბლიოთეკაა? ღმერთო, მიდი რა შენ საქმეებს მიხედე. ეს საიდან გამოჩნდა? ან გაჩნდება, ან აქედან მივდივარ. ამაში ასეთი რა არის? რა არ მოგეწონა? გამენიძლავები? 50 კილოგრამს ავწევ. 50 არაფერია, მართლა? აბა შენ რამდენს აწევ? 60. 60? მიდი აბა, მიდი ვნახოთ. მიდი ერთი აბა. მიდი აწიო, ვნახოთ ერთი. არ გინდა. შეეშვი ავწევ, ამან რომ მიცოდეს. არ მოგვასვენა. ო, მიდი აბა აწიე. მიდი. მწვრთნელა. მაშინა მივარდებით ხოლმე, ასე არ შეიძლება. აი ასე, გაგეპარა არა? წესრიგში ხართ? ბატონო, წესრიგში ხართ? ინაღამ სული გამძვრა. კალბატონო, შემანახეთ? დღევადი საწმენდები, საშუალებები ვიყიდე. უკვე მომაქვს. Sıvı yüzey temizleyicisi aldım, getiriyorum. დიდი მადლობა ბატონო ფიქრი. ძალიან საყვარელი ხართ. ქუჩაში ნუდგა ხართ, გაიყინებით. აქ კი თბილა, შემოდით. დედიკო, კარგად ხარ? უბრალოდ ჩავფიქრდი. გამარჯობა. შეეშვიდე და ყველაფერს მოწმიდა. არა, სუფთა არა უშავს, მე მივხედავ. ბოლო დროს ცოტა დაბნეული ვარ. გამარჯობა ბატონო ბელენდი. დიახ, გისმენთ. სამუშაოსთან დაკავშირებით მოვედი. დიახ, კალბატონო ფელისი. ბატონო დოფანის ნაცნობი, მოგბრძანდით. მადლობა. გამარჯობა. კალბატონო ფელის, დაწყება როდიდან შეგიძლიათ? თქვათ ორშაბათიდან? რა? თქვენ სამუშაოს ეგრევე მაძლევთ? ბატონმა დოფანმა ყველაფერი მიამბო. ფიქრობ გავუმკლავდებით. დირექტორის ასისტენტი იქნებით გაყიდვებში. ყველაფერს აგიხსნით. ჩემი რეზიუმე არ გინახავთ? ლიცეუმი არ დამიმთავრებია. უცხო ენებსაც არ ვფლობ. არა უშავს. პასუხისმგებლიანი და პატიოსანი მუშაკი გჭირდება. თავარი ეს არის. ჩემი აზრით გამოგვადგებით. კარგით, მაშინ შემიძლია ორშაბათიდან დავიწყო. რა თქმა უნდა, გილოცავთ. დიდი მადლობა. ფილის ელიბოლის სახელზე დაზღვევა გააფორმეთ. ორშაბათიდან მუშაობას დაიწყებს. რაც საჭირო, ყველაფერი მოაგვარეთ.
ბატონო სავაში, გამარჯობა. მოაგვარეთ, მომაგვარე. ალბათონე მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებს. დაზღვევას უკვე ვაფორმებ. საჭირო დოკუმენტაციაც ფორმდება. კარგია. უბრალოდ გოგონას მძიმე დრო უდგას. განსაკუთრებით ნუ მიაწვევით, კარგი, და ამასიც მიეცით. კარგი, ამაზე არ ეხელოთ. კარგი, კიდევ ერთხელ მადლობა. ძმაო, რაღაცას შეგეკითხები. კითხე ძვირფასო. ძმა ჯემილს დააცოლად მოყავს. ჩვენ სახლში ცხოვრობენ ისინი. ეს რა კითხვა? არ ვიცი. არა, ასე არ მგონია. ეს მხოლოდ სასამართლოსთვის კეთდება. Ablam dedi ya mahkemeye kadar diye. იმედი მაქვს ასეც იქნება. ძმა ჯემილი მაცოფებს. მეც მაღიზიანებს. და მასში ასეთი ცუდი რა დაინახეთ. არ მინდა და ეს არის. ძმა ბარიში არსებობს. ამასთან ძმა ბარიში ნამდვილი კაცია. ერთი ამ სიტყვას მოусმინე. შვილო, მაგ შენმა ბარიშმა შენი და მიატოვა. თუ არ გახსოვს. ძმა ჯემილი კი რომელიც გაწოფებთ, აქედან გავყავართ. ამას შეგახსენებთ. ეს ასია, მაგრამ უბრალოდ არავით არის უბრალოდ. Hadi bakalım. შეგცივდათ, შიგნით შევიდეთ. Fiko. ფიკო, ქერას, თქვენ წადით. მე უნდა დავრეკო. დასთან Yok. არა, მე გუბარს უნდა დავრეკო. Hocam პროფესორო, შეიძლება რომ დავრეკო. რა თქმა უნდა, გთხოვთ. გისმენ. მისმინა მუზი, ჰიკმეტი ვარ. ჰიკმეთ, საქმეები როგორ გაქვს, როგორ ხარ? ყველაფერი წესრიგშია? კი, კარგად ვარ. რაღაცის სათქმელად გირეკავ. ჯგუფის რომლის სიმღერასაც ვიწერო. ხო, ამ ალბომში მესამე სიმღერა ძალიან მაგარია. ახლა მოусმენ. და შენც რომ მოусმინო. კარგი, ახლა მოусმენ. კარგი, görüşürüz. შევხვდებით. შევხვდებით. Sağ ol. დიდი მადლობა. Rica ederim. არაფრის. Yağmura inat parlayan güneş Aramızda bir gökkuşağı şimdi Karanlık günlerin ardından gelen Başı aynı sonu farklı Zamanlama belki hatalı Güzel sevgilim hiç düşünmesen Bunlar dokunmaz dişine Bir nefeste aldım tüm riskleri tak peşine ეს ის ფანჯიდო. ასე სამომდე თამაშობთ. Fikri Bey. ბატონო ფიქრი, რა იყო? სამუშაოს უნდა დაუბრუნდე. მოდი დავამთავროთ. პარტიის მოგებით რომ გარბიხარ, მიდი. ამ მართლებს შეხედე რა გაგორდა, შაში ჩარე. იღბალს დაელოდები ჯონო.
დაელოდე. იქ დადე. უფროსო. დროზე სამუშაოზე. აქ რას აკეთებ? ღმერთო, ამ ბიჭს რატომ ბრაზდები? ის ხომ კლიენტს ემსახურება. ბატონო ვიკრი, ნარდს აქ ვერ ითამაშებთ. სათამაშო ზონაში უნდა ითამაშოთ. თქვენ იქ ხართ. ამაში ისეთი რა არის, თითქოს სკოლაში ვიყო. გატანა არ შეიძლება, თამაში არ შეიძლება. აქ შეიძლება და იქ არ შეიძლება. ლუც სართულზე ლიფტი არ ჩერდება, ეს რა ჯანდაბაა? უთვარსკვლავიანი სასტუმროა. მერე ნარდის აქ თამაში არ შეიძლება. ჩაიხანაში არ ხართ. სხვა კლიენტები უკმაყოფილოები არიან. ვინ? ის არის უკმაყოფილო. თამაშობ. ამაში ხომ მე ფული გადავიხადე. აბა ერთი დამეჯიხი. სიმშვიდეს აღვევთ. სპორტ დარბაზში სკანდალი მოაწყეთ. თქვენს გამო ჩვენმა კლიენტმა ტრავმა მიიღო. რა ჩემი ბრალია თვითონ მიუძრა. ოცნებებში გადავარდა. ეგონა 60 კილოგრამს ასე უბრალოდ აწევდა. ეგ დებილი. თუ ასე გააგრძელებთ, მაშინ სასტუმროს დატოვებას მოგთხოვთ. უბრალოდ თამაშობთ, ასეთი რა არის. სულს არაფერს ვაკეთებ. ფული გადავიხადე. ხო და ვთამაშობ. ქალბატონო აიჩა, დარჩენილი ფული დაუბრუნეთ და მისი გასვლა გააფორმეთ. ახლა მივხედავ. მოიცადე. თქვენ რა მაგდეთ? ეს რა გამოხტომებია? იმის გამო რომ ცოტა დავითამაშე? კლიენტი ყოველთვის მართალია, მეგობარო. თუ მომსახურებას გამოვაკლებთ, არაფერი რჩება ბატონო ფიქრი. რა ცარიელი გავალ? მომსახურება არ არის. ყველაფერი კი მემბრავლება. შესანიშნავ მომსახურებას სტოვებ და აქ მოვდივარ. ქალბატონო შეიმა. კარგი, მივდივარ. ახლა და გაიყვანეთ. მივდივარ მეთქი. გოგონი, სამუშაო მოიძებნა ძალიან კარგია. არ თქვა, ძმატუფანით ღმერთი კმაყოფილი იყოს. ელვასავით მოასრო. ეს შენი იղბალია, წარმოგიდგენია? თითქოს მაგიური ხელი გეხმარება. ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა ინებოს ასე გაგრძელდეს. გაგრძელდება. ნახე, შენთვის რაღაც მოამზადე. თულაი, დიდი მადლობა, ეს ნამდვილად მჭირდებოდა. არაცა ხელფასს ავიღებ და გებრუნებ, კარგი? არასბოდა, ეს სად უნდა ჩავიცვა? წინა სამსახურიდან დამრჩა. შენ კი მოგერგება, შეფუთულია. მოიზომე, გადაკეთება ხომ არ ჭირდება. არ არისთვის, მომერგება. კოსტიუმი მაინც მოიზომე. ვნახოთ საქმიანი ქალი ქალბატონი ფელისი. როგორია მომერგო? საუცხოოდ. ფელის, რაღაცას კითხავ, კითხე. ეს ჯემილი ისევ თავს დაგტრიალებს. რა ჭირს, რა უნდა? ხო, ასია, დალაპარაკება მოახერხეთ. დავინიშნებით. რა? ასე არა, მეგობარო. ასე არა, მხოლოდ სასამართლოსთვის. ადვოკატი ამბობს, რომ ჩემს გვერდით კარგი ადამიანი თუ იქნება, რომელსაც მუდმივი ხელფასი აქვს, ბევრ მოწმესაც მოვძებნით. ფელის ნუსულელობ, რას ნუსულელობ? აბა ბარიში როგორ? რომელი ბარიში, ნუ თუ არის? ბარიში არ არსებობს. გაქრა. ამ პერიოდში ჩემთან ჯემილი იყო და არა ბარიში. ამასთან და მე თანხმა რომ დამხმარებოდა. კი აბა, დასახმარებლად არა? ყავიდან ძვრება შენთან რომ იყოს. კარგი, მე მივდივარ, მადლობა. არა, არ საწახვალ. არ წახვალ, სანამ ყველაფერს არ მომიყვები. სანამ ყველაფერს არ გადავწყვეტთ. თულაი რა არის სალაპარაკო? სიტუაცია ნათელია. ვერაფერს გავაწყობ. სხვა გამოსავალი არ არის. კარგი, შევხვდებით. დიდი მადლობა.
მიგიშინია ფილეს. მალე მათთან ერთად იქნები. Hoş geldiniz. Biliyor musun? Yok güzelim, ben bu gece sizde kalacağım. Niye? Çünkü annem... Kim bu ასე დროს ვინ უნდა იყოს? Kim o? ვინ არის? Fikri Bey. ბატონო ფიქრი? ალბათონა შეიმა. Biliyorum. ვიცი, ჩემზე ნაწყენი ხართ, Ama მაგრამ მე ben თქვენს გარეშე არ შემიძლია, ალბათონა შეიმა. ნება მომეცეთ შიგნით შემოვიდე. Fikri Bey. ბატონო ფიქრი, ben de sizin თქვენი მეგობრობა და ზრუნვა მომენატრა, მაგრამ olmaz. არ შეიძლება. Ben size ანუ kırgınım. თქვენზე ნაწყენი ვარ. Yani არ ვიცი. ne bileyim. ზურგს თუ შემოგცევთ, მაშინ რა მელოდება? მე როგორ ვიქნები? Ne olur. რა უნდა მოგივიდეთ? მოვკვდები. Ne olur öyle გთხოვთ, ასე ნუ ამბობთ და ღმერთმა დაგიფაროთ. არა, ალბათონა შეიმა, მოვკვდები. წამოდგომას ვეღარ შევძლებ. ამიტომ ალბათონა შეიმა, ძალიან გთხოვთ. ზურგს უნდა შემაგცევთ. კარგით? Hava soğuk. გარეთ ცივა? ძალიან. კეთილი იყოს. მადლობა. გავხსნათ. ცხელი შხაპი მოვამზადოთ. კარგი. გათბებით. Merhaba. გამარჯობა, გამარჯობა. ქალბატონი რეიხანის ნახვა მინდოდა. ქალბატონი რეიხანის კორიდორის ბოლოში, მერე მარცხნივ, პირველივე კარი. კარგი, მადლობა. არაფერს. შემოდით. Merhaba Reyhan. გამარჯობა, ქალბატონო რეიხან. გამარჯობა. Rahatsız ediyorum. უკაცრავად გაწუხებთ. Ne oldu? რა შეესაქმე ფელის, რატომ მოხვედი? Biraz შეიძლება konuşabilir miyiz? ვილაპარაკოთ. Ama bu yaptığın სასამართლომდე მართებული არ იქნება. Sadece 5 სულ რაღაც 5 წუთი. კარგი, ჩემოჯექი. Evet. მაშასე. გისმენ. Hakkımızda მოხსენება, yazdığınız რომელიც rapor დაწერეთ. pek olumlu არც ისეთი değilmiş. კარგია. Filiz, ფელის. ben ne რაც ნახე ის gördüysem დავწერე. Ne არაფერი bileyim, გამომიტოვებია და არც არაფერი დამემატებია. მართალი ხართ. Anlıyorum. თქვენი მესმის. Ama ben სამსახურში size მოვეწყვე. sigortalı bir işe girdiğim დაზღვევაც için მაქვს. bir inşaat მდივნად şirketine ვიმუშავებ. sekreterlik yapacağım. მე და ჩემი საქმრო დაუყოვნებლივ დავქორწინდებით. ფელის, Reyhan. ქალბატონო რეიხან. Ben მათ გარეშე ვერ გავძლებ. Onlar da ისინი ben კი size ჩემს garaშე. Ben zaten ისედაც რამდენადაც ზალა შემწევს ვცდილობ უკეთესი ცხოვრებით ვუზრუნველყო. Bunu görüyorum ამას ხედავ. ama თუმცა bazen ზოგიერთ მდგომარეობაში ჩვენზე უპირატესობა აქვთ. kardeşlerim როცა საქმე მათ ეხება, ჩემზე უპირატესობა ვერაფერს ექნება. aşamayacak. ვერც გადამაჭარბებს. Sağ olun. მადლობა რომ მომისმინეთ. rica არაფერს. Filiz, ფელის, sen კარგი gerçekten დახარ. çok iyi bir ablasın. Sağ olun. მადლობა. Reyhan Hanım, ქალბატონო რეიხან, bizi kim ვინ ihbar დაგვაბეზღა? Bu bilgiyi ამ seninle ინფორმაციას ვერ გაგიზიარებ ფელის. Anlıyorum. მესმის, Ama მაგრამ
სანამ ტუალეტში ვიქნები, შეგიძლია დოსიეში ჩაიხედო ფელის. დიახ, საღამოშვიდობის, მსუბუქი სამუშაო. მინდა შეგატყობინოთ. გისმენთ. 6 ბავშვია, სიბინძურაში ცხოვრობენ. უფროსები არ არიან. არც დედა და არც მამა სახლში არ არიან. წარმოგიდგენიათ, ბავშვები იტანჯებიან. დაეხმარეთ. ასე არ შეიძლება. ბატონო, შეიძლება თქვენი სახელი? არა, თქმა არ მინდა. მადლობა რომ გვაცნობეთ. მადლობა. კეთილ საქმეს გააკეთებთ. კეთილი დღე. მადლობა. გალბატონო შეიმა, რაღაცას ვიტყვი. მომსახურე პერსონალმა თქვენგან უნდა ისწავლოს. გემრიოდ მიირთვით. თქვენს ასევე. კარზე არიან. ეს რა რეჟიმია? ხაჭო ყოფილა. ფელის. ძვირფასო. როგორ ხარ? კარგად შენ? კარგად, მოდი შემოდი. არა, მადლობა. მამა აქ არის, დაუძახებთ? კი, რა თქმა უნდა დაუძახებ. ბატონო ფიქრი. ფელისი მოვიდა, თქვენი ნახვა უნდა. ღმერთო ჩემო, ჩემგან კიდევ რა უნდა? ასე ნუ ამბობთ. კიდევ რა გინდა? გამოდი ველაპარაკოთ. გარეთ სივა აქ ველაპარაკოთ, გავიგენები. გამოდი მეთქი. კარგი. რაღაცას მოვიხურავ და მოვალ. ეს რა არის? აქამდე კიდევ რაღაცას ითხოვს. მოდი აბა დავილაპარაკოთ. რა გინდა ჩემგან? რა? მინდი დროზე თქვი, გავიყინე. შენ დაგვაბეზღე. გავიგე. ჯანდაბა. საკუთარ შვილებს ასე როგორ მოეკეცი? საკუთარი შვილები დააბეზღე. ეს როგორ გააკეთე? შვილო, მე თქვენ კი არ დაგაბეზღეთ. არამედ ჩემი თავი. ვერ მოხედავდით. რა იყო ტყუილია? მე ვერ გივლით. მეურვეობაზეც უარი ამიტომ თქვი. კარგი მამა ვერ ვიქნებოდი. წლის მამა ვარ. გესმის? ახლა რა იქნება? რომ არ დაგებეზღებინეთ, ეს არ იქნებოდა. სირცხვილი შენ. ეს შენ გააკეთე, წყეული მციყავ. ბატონო ფიქრი, ფელისმა რა თქვა? არაფერი მნიშვნელოვანი. გალბატონო შეიმა, ლუდი ხომ გვაქვს? ლუდი? არის, მაგრამ საუზმე? საუზმე გაერისყეთ. ცივილოც დავლევდი. უეცრად ნიშნება, საიდან გამოჩნდა შვილო. მოკლედ კაცი ვერ გასიამონებს. აი შვილის ქორწილსაც ნახავ. ვნახავთ. ეს რა არის? თითქოს ხანძრისგან ნივთები უნდა გადავარჩინოთ. მოვიდა. მუსიკით შევხვდე? დედა, ჩემო შესანიშნავო დედიკო. შეეშვი, მოდი ერთად შევხვდეთ. ჩემი მშვენიერი დედა. კეთილი იყოს მობრძანება შვილო, შემოდი.
კეთილი იყოს. მადლობა. დაგეხმარო. არა, გამომკვდები, მადლობა. ნიშნობის მოწყობა კაფეში გადაწყვიტეთ? დედა მოიცადა, ჯერ ახლა არ მოვიდა. რამეს ხმარდალეო? არაფერი არ მინდა, მადლობა. ხო, გადავწყვიტეთ კაფეში მოგვეწყო. მხოლოდ ახლობლები რომ იყვნენ და ხარჯიანი არ იყოს. რა თქმა უნდა, შვილო, რა თქმა უნდა. გააკეთეთ. თქვენ ხომ ახალგაზრდები ხართ? მთავარი განზრახვაა, როცა ორი გული ერთადაა, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ბედნიერები ხართ, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენც ბედნიერები ვიქნებით. სწავლად ჩაის მოვიდან. დამჯდარი ყავი, შვილო. აქ ისეთი რა არის დედა? არა, წყალს დავლევდი. წყალს? კარგი. პელის, შვილო, რაღაც გავიგე. ნუ თუ დანიშნული არ იყავი უკვე. ასე გავიგე. თლად ასე? არ არის. ჩემს ყურამდე ყველაფერი მოდის. ამიტომ თავს ნუ არიდებ. შენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა. ჩემ შვილს ზიანი არ მიაყენო. გულწრფელად უყვარხარ. მისი გრძნობებით ყულად არ გააღვივო. ინებე. მადლობა. გემრიელად მიირთვი. ჩვენთან ერთად ყავას ხმარდალეო? არა, შვილო, წადით. მერე მოვალ. კარგი. რა საკეთებ? ვერ მოვიცან, ბარის უნდა დაურიგო. არ გააკეთო. ტუფანის არ გააკეთო, ნუ სულელობ. ისმენ ტუფანი. არსად არ წასულხარ არა? არ წავსულარ. ხდომის დამთავრების შემდეგ იქნებ რამე გახდეს საჭირო. მერე გამოგზავრები. კარგი მაგარია. ჩვენთან კაფეში მოდი, კარგი? რა ხდება? მოდი ძმაო, სასწრაფოდ მოდი, წამოდი. ახლავე. კარგი, მოდი ვარ. ეს რა გააკეთე? დავრიგე რა უნდა გამაკეთებინა. რატომ? ბილესი მოდის. რა ლამაზი ხარ? რა სილამაზე? ჯემურთან წავალ, მალე მოვრჩეთ.
მოიცადე, ქურთუკი მომეცი. გამარჯობა. ეთელი იყოს. მოგზანდით. კეთილი იყოს. ეთელი იყოს თქვენი მობრძანება. მიდი რა ცოტა ზენზაიზი, მიდი. Evet. მაშასე. Şu benim. ეს ჩემია, ეს კი შენი. Ne işi var bunun? შენ აკრას ეკეთებ. ჯემილ, Pardon. მაღოთი ფილის. Bir saniye. ერთი წუთით. Ne arıyorsun? აკრას ეკეთებ. გაეთრი აქედან. Çıksana dışarı. გაეთრია. Ne işin var? აკრას ეკეთებ მეთქი წადი. Lan yürü dedim. გეუბნები წადი. მორჩა ბატონებო, მორჩა. ფილისთან წადი, მიდი. გარეთ გავიდეთ. წამოდი. ქრისტეს მომიყვანე. რომ ყველაფერი მენახა, Ne bağırıyor bu ya? არა გაყვირებს. კარგი, გავიკეთოთ. მიდი. ეს გოგონას ყოფილი საქმრო არ არის. სირცხული და თავის მოჭრა. საიდან უნდა მცოდნოდა? მეგონა დაგინახავდა და გადაიფიქრებდა. ბარიშ. ვერ ხედავ შიგნით როგორ იტანჯება. მხოლოდ მათი დაბრუნება უნდა, სხვა არაფერი. გილოცავთ. დედიკო, ნება მომეცი გაგოცო. ტუფან, მიდი მუსიკა ჩართე. კარგი. Sağ ol ablacığım. მადლობა დაო, მადლობა. Sağ ol. ეს რა მუსიკა? რას ვისამ ტრადიცია? Filiz. ფილის.
Sesimde söyleyemediğim sözler var. Gizleyemediğim gözyaşlarım. Silip de unutamadığım sabahlar. Kokladım eşyaların. Bir çaresi bulunur elbet yarın yeniden yaşamanın. Bir çaresi bulunur elbet canım, bir uyuyup uyanalım. Ah bir yolu vardır elbet yarın yeniden yaşamanın. Bir çaresi bulunur çıkmazların, bir uyuyup uyanalım. İçimde saklayamadığım anladılar. Hiç bitmeyen yalnızlığımı. Silip de unutamadığım geceler. Dönüşü yok hep kalp ağrısı. Bir çaresi bulunur elbet yarın yeniden yaşamanın. Bir çaresi bulunur elbet canım, bir uyuyup uyanalım. Ah bir yolu vardır elbet yarın yeniden yaşamanın. Bir çaresi bulunur elbet canım, bir uyuyup uyanalım. Ah bir yolu vardır elbet yarın yeniden yaşamanın. Bir çaresi bulunur çıkmazların, bir uyuyup uyanalım. Rahmet. Hazır mısın? Zadxar, Zad var dağo. Nasıl? Aba როგორია? Ay çok ძალიან გავამაზდი. მართლა? მართლა. Keşke daha ნედა güzel bir უფრო şey ლამაზი დღისთვის ჩაგეცვა. düğünde. მაგალითად კორწილში. Abla Dağo თითქოს დღეს ისე და სკორწილია. ბავშვებს წამოვიყვანთ და მოვალთ. Değil mi? მართლა? Evet. ო, Ay ne olur ya. ხო, იცოდე მე არ დაიწყო ტელევიზორი გამორთე, ფიგო დაწყნარდი და ასე შემდეგ. Deme yani. Yok artık. აბაგი, ნოსულელობ. ასეც როგორ გეტყვით? იცოდე არის ნანო. გაჩომდი. Tülaylar თულაი geldi. მოვიდა. დილამშვიდობის. Günaydın. დილამშვიდობის. Hazır mısınız? Zad ხართ, წავიდეთ. Tülayları თულაის bekliyoruz. ველოდებით. Ha. tamam ben დავუძახებ და მოვალ. წადი, Girsene. შემოდი. Olur gireyim. კარგი. Ne güzel olmuş. ძალიან ლამაზად გამოიყურები. მადლობა. Heyecanlı mısın? მომარღელა. Çok. ძალიან. Filiz, გილის. her şey çok güzel ყველაფერი olacak. კარგად იქნება. Değil mi? მართლა? İnşallah. უფალმა ინებოს. İnşallah. უფალმა ინებოს. Tülaylar ალბათ geldi თულაი herhalde. მოვიდა. Ha gel. მოხვედით? Hazır mısın? მზად ხართ? Dur. ხო, მოიცადე. ისეთი აღელვებული ვარ. Rengi. რძალო საქმეები როგორ არის? İyiyim canım. კარგად, ჯემი. Senden ne შენ haber? როგორ ხარ? İyilik, sağ ol. კარგად ვარ, მადლობა. თუ მზად ხარ, წავიდეთ, არ დავაგვიანოთ. Ya o değil მანქანა ისევ გაფუჭდა.
შენი თუ ძალავთ, მოკლედ პრობლემა არ იქნება. არა ძმაო, არაფერი მოხდება. დედა მეზობლებთან ერთად წამოვა. წავიდეთ. წამოდი დაო. მოვდივარ. მობრძანდით. ძმაო, ძალიან ვღელავ. მე ძალიან ვღელავ ქერას. მეც. მან განამზად არის ბავშვებო, მოდით წავიდეთ. წამოდით. Felizeli ბოლზე მეურვეობის გადაცემის საქმეს გახსნილად ვაცხადებ. რეჰან ილმაზი, ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის მიერ დანიშნული. თორთ, გისმენთ. ელიბოლების ოჯახზე თქვენი აზრი მოგვახსენეთ. როცა ელიბოლების ოჯახზე შეტყობინება მივიღე, წავედი და ვნახე, რომ ბავშვები ფიქრი ელიბოლის მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. და პრობლემას დავეჯახე. შედეგად ბავშვები თავშესაფარში გადავიყვანეთ. პრობლემებს შეეჯახეთ? მატერიალური უკმარისობა? საშინელი პირობები იყო, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათი მშობლები ადგილზე არ იყვნენ. ჩვენი მეორე ვიზიტის დროს კი ფიქრი ელიბოლი მთვრალი მოვიდა. თქვენ აღერსება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფელის ელიბოლი დღევანდელ დღემდე თავის დაძმებს წარმატებით უვლიდა. მოვითხოთ, რომ დაძმებზე მეურვეობა მას გადაეცეს. დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ფიქრი ელიბოლი წინააღმდეგი არ არის, ჩვენ საქახალდეშია. მაშინ მოусვენოთ. ფიქრი ელიბოლ. პროგრამად პატივცემული მოსამართლე. საკუთარ ქალიშვილზე, ფელის ელიბოლიზე მეურვეობის გადაცემის წინააღმდეგი მე არ ვარ. ეს რა არის, მამა? სიჩუმე. შვილო, 4 ბავშვზე მეურვეობას ითხოვ. ამისთვის ჯერ ძალიან პატარა ხარ. მზად ხარ ასეთი პასუხისმგებლობაიო. ბატონო მოსამართლე, ისედაც მე ვუვლი. ჩვენი მატერიალური მდგომარეობა არც ისეთი კარგია, ეს სიმართლეა. მაგრამ ბავშვებისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ერთ საიმშენებლო კომპანიაში ვმუშაობ, დაზღვევით. დანიშნული ვარ, მალე დავქორწინდებით. შენი საქმე აქ არის? დიახ. აქ ვარ ბატონო მოსამართლე. ჯემი ლენგინი ვარ, თბილისის საქმრო. კარგი. ქორწინების შემდეგ ცხოვრება სად გეგმავთ? ერთად ცხოვრებას გეგმავთ ბატონო მოსამართლე. დედა ჩემიც აქ არის. მზად არის ყურადღება მიაქციოს. მინდა თქვა, რომ გვინდა ყველამ ერთ დიდ ოჯახად ვიცხოვროთ.
ბატონო მოსამართლე, გვინდა ძმებსა და ფელისის ნაცნობებს მოусმინოთ, რათა დაგიმტკიცოთ, რომ ის პასუხისგებლობის ასაღებად მზად არის. დიახ, ბავშვებს მოусმინოთ. მობრძანდით. მინდა გავიგო, შეუძლია თუ არა და ამ ყურადღება მოგაქციოთ. იქნებ თავშესაფარში ყოფნა უფრო მოგწონთ. იქნებ იქ უკეთესია. თქვენს დაზე მიაბეთ. ბატონო მოსამართლე, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თავშესაფარში უფრო მშვიდად ვიქნებით. მაგრამ ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი რამ არსებობს. ჩვენი და კარგად გვივლის. გვისმენს. ჩვენს სახლში მაგი და სის შლის. დილას აღამოს მისთვის პირველ ადგილზე ვართ. საკუთარ თავზე ბოლო რიგში ფიქრობს. ხანდახან ამის გამო მასზე ვბრაზობ კიდეც. ჩვენს გამო სწავლაზეც კი უარი თქვა, ბატონო მოსამართლე. ასეც კიდევ ვინ გააკეთებს. მასზე უკეთესად ჩვენ ვინ მოგვივლის. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ნუ დაგვაშორებთ. თქვენ რას ფიქრობთ, ბავშვებო? დასთან გინდათ არჩენა? ჩვენი და როგორც დედა ისე არის. დას ნუ დაგვაშორებთ. მეც არსად ყოფნა არ მინდა, არავისთან არ მინდა. ჩემი და მინდა. თქვენს ადგილებს დაუბრუნდით. მომისმენე შვილო, თუ მეორე გახდები, მაშინ საკანონმდებლო ვალდებულებები დაგეკისრება. ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა. ყველაფერი რაც მათ ეხებათ, ყველაფერზე პასუხისმგებელი შენ იქნები. კანონის მეთვალყურეობის ქვეშ იქნები. ამასთან ყოველ 2 წელიწადში ყველა დოკუმენტს თავიდან მოაგროვებ. შეგიძლია ასეთი პასუხისმგებლობა შენს თავზე აიღო. დიახ, დღევანდელ დღემდე ცუდი არაფერი შემთხვევიათ. არ დაუშვებდი და არც დაუშვებ. შესანიშნავი ბავშვები არიან. მათი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ. პირდებით ისწავლიან. შვილო, შენ ძალიან კარგი და ხარ. ძალიან ახალგაზრდა. ეს ბავშვები მოზარდები არიან. ამბობ, რომ დანიშნული ხარ. მტკიცებულებების გარეშე. მეორეობა მხოლოდ ოფიციალური ქორწინების შემდეგ შეგვიძლია მოგცეთ. მოისმენეთ ჩემი გადაწყვეტილება. მიღებულია გადაწყვეტილება. მოსმენა იქამდე გადაიდოს, სანამ ფელისელი ბოლს ოფიციალურად დადასტურებული ქორწილი არ ექნება.